ზე პასუხობდა მადლობა განვაგრძობთ გამოშვებას როგორ მიმდინარეობს საქართველოში რთველი შეფასება გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ როგორც მან აღნიშნა კახეთის რთველიდან მიღებული შემოსავალი 157 მილიონამდე ლარს შეადგენს რაც შეეხება რაჭას როგორც მინისტრმა თქვა იქ რთველი ახლა დაიწყო და დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება დანელიას ინფორმაციით რაჭაში მოსავალი დაახლოებით 700-800 ტონამდე იქნება მინისტრი და მისი უწყების წარმომადგენლები რთველის პროცესის მონიტორინგს როგორც გაირკვა ადგილზე ჩაატარებენ მე ვიტყოდი რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს თუ არ გავითვალისწინებთ იმ კომუნიკაციის ელემენტარულ პრობლემებს რომელიც ძირითადად იყო პროცედურების ან არ წოდით ან არ გათვალისწინებით გამოწვევა. კაწითელზე მინიმალური ფასი გახავთ 1 ლარი, საფერავთან დაკავშირებით იცით რომ იყო ძალიან დიდი ფასები, პრინციპში არავინ არ ელოდა ამ ფასებს, რამაც გარკვეულწილად ესე ვთქვათ გულისხმობა გამოიწვია, რომ ვიღაცამ ცოტათი მეტად ჩააბარა, ვიღაცამ ცოტათი ნაკლებად, მაგრამ ნამდვილად სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების რეგულირებაში.